რადგან ცენტრალური ხელისუფლება არ ზრუნავს ჩვენზე, ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვეყოთ მათ და ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სისტემა რა. აი ესა ჩვენი ისტორია იქნება დღეიდან ჩვენი და ჩვენ გავაკონტროლოთ და ჩვენი სისტემის ქვეშ იქნება ყველაფერი. არავის არ გვეშინია. აი ამ ტერიტორიას დავიცავთ ყველაფრის ფასად და მთავრობას ჩვენ ვართ, ხალხის ჩვენ ვართ და ყველაფერი რა გადაეცით აი იქ რო ზიანი. მე თქვენთან მაქვს კითხვა, არ გეშინიათ ჩვენი აქ რომ მოდით? ხო და მოკლედ ჩვენ ვატყობთ რომ ჩვენი რაიმე საერთოდ არ გაინტერესებთ და ჩვენ გვინდა გამოყოფა ასე ვთქვათ რა. ჩვენ გვინდა ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი გუბერნატორი, თქვენი აი LSPD, LSSD რაღაცები რაიონში რომ აღარ შემოვიდნენ, აი მაგის გასაფრთხილება თუ რაღაც კოდოსული. მაგრამ არსებობს თქვენი ქვეყნის შემოყალიბებას უგნებავთ ის არა ყოია. არა, ქვეყნის არა. ჩემთან რატომ რაიონის. მინდა რომ შეგოგთავაზოთ დაგაურივით რომ შევთანხმდეთ თანხაზე, რომელსაც თქვენ გადაგიხდით ყოველკვირეულად და ყველაფერი რიგზე იქნება. თუ არა და ნუ აი რა ჩამოგითვალეთ, ესენი განხორციელდება ან თქვენი თანხმობით, ან თქვენი თანხმობის გარეშე. ერთი 3 ტანკი რო დაგადგეთ, ისევ იგივე ადრესზე იქნება. მოდი, ცადოთ ბატონო, არანაირი პრობლემა არ აქვს, ცადოთ. ან თქვენ ახლა გვემუქრებით ბატონო ერთი წეთი ბატონოს ეს 3 ტანკი რომ მოვიდეს აი ვინც ახართ მათ ისევ იგივე ადრესზე. მოდი ნახოთ. კიდე აი სულ რომ ჩემ ჯიშზე დანადადონ აი მაინც ვილაპარაკებ და ჩემსაც მაინც გავიტან. გასაგები არანაირი თანხას არ გადავებდით, წესები იგივე იქნება როგორც დარჩი წესების მოქმედების იგივე წესები. რაღაცა მაქვს რაიმე პრობლემა თუ შეგექმნებათ, კარგი. პრობლემა კი ბატონო, ამ სიტყვების მე თქვენ შეგექმნებათ, ცადეთ მაშინ ტანკები. იცით რა მაინტერესებს? არა, ტანკები არ მოვარინებდით. იცით რა მაინტერესებს? ჩავბძანეთ ქვე. ბატონო გუბერნატორო ხო, არა, წეგან გუბერნატორმა ახსენა რომ ნუ როგორც ხედავ ვაკონტროლებთ რა სიტუაციასო და ტანკები დაგადგებით. მაგის საშუალება თუ გაქვს მარტო შენ რატო ვერ აკონტროლებთ? ვინმე თქვა აკონტროლებსო, რას თუ წეგან ხო თქვი რომ საშუალება გაქვს იმის რომ დაგვადგეთ ტანკებით და დაგვაწყლა რომ ასე ვთქვათ. რაღაც ხო დაგვემუქრეთ. სიტყვისაც ვერ მეხდით. მე კითხვა დავსვი ან ტანკით რომ მოვიდეს ადამიანი ხო იგივე სიტყვებს იტყვით. ხო და ლოგიკურად რაღაცასთან ხო დაკავშირდა? არა, მე გავიგეცით იმასაც პასუხი რომ არა, ტანკით არავინ არ მოვაწყდა, უბრალოდ კითხვა დავსვი. დამაინტერესა. გასაგებია, კარგით, ეხლა ანუ რამდენად თქვენ გააქვთ საშუალება რომ აკონტროლოთ ჩვენი ტერიტორია? საშუალება კონტროლის ქვეშ არ არის. როგორ არის კონტროლის ქვეშ? უკვე საათობით გავართ და გაიარეთ უკაცრავად იქ. მიდექით მე რა იქონი უფლება. საშიშტი რაიონი კი რა შენი შენობაც კი ვეღარ გააკონტროლი, შიგნით ვარ ყველანი შემოსული შენინების გარშემო. როგორ აკონტროლებ? ბატონო ჩემო, თქვენი ფული ხაი შენობა შენ თუ გერ გადაიდით, მაგაც რავი არაფერი არა შეიძლება დაბრძანდეთ. ხო და ჩემი ფულით იღებ შენს ხელფას და როგორც მოგიყვანეთ ისე გადაგაბენდეთ მაშინ. თქვენი გადასახადებიდან ვიღებთ ჩვენ ხელფას რატომ უნდა? ეს თქვენი რატო არ მოგცეთ ყურადღებას მე? ვინ არ გაცეთ ყურადღებას? სად არ მოგაცეთ? როდის იყავით ბოლოს საშიშროებაში? თქვენ ჩემთან მოხდით და გასაუბრება გინდოდა და ყურადღება არ მოგაცეთ? ჩვენ რატომ დამოვიდეთ? თქვენ გუბერნატორი რატო არ მოგზანდებით რაიონში სადაც ხალხს უჭირს ყლებიან, შიმშილი, ასე შემდეგ. თქვენი სახელი. გელა. რეზი ქვია. ბატონო გელა. თქვენ მოხვედით ჩემთან რაიმე გჭირდებოდა და არ დაგეხმარეთ? ბატონო გუბერნატორი თქვენ ხართ, მე როგორ მოვიდეთ? მე